საღამომშვიდობისა ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა სტუდიაში დიანა ლიპარტელიანი მუშაობს. კიდევ ერთი სისხლიანი ინციდენტი რუსთავში. რამდენიმე საათის წინ თოდრიის ქუჩაზე ქარჩავების ოჯახს თავს დაესხნენ. მოკლულია 50 წლის ქალბატონი, მას ბოროტმოქმედებმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. თავდასხმა სავარაუდოდ ძარცვის მოტივით გარდაცვლილთან ერთად მისი ორი ქალიშვილიც იმყოფებოდა. მათ თავის არეში ლაგვის აგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. დაზარალებულები ამ დროისათვის მკურნალობას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან. ექიმების განმარტებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მაგ ოჯახს ადრე აი ხამე-შვაღამეზე მიცემდნენ ზარს, ხო და გახსნდნენ კარებს, არავინ არ იყო. მე მილიციასაც მიმართა. ხო და მილიცია მოხდა რომ აი ეს რა ქვია ვიდეო თვალიო დააყენებო. რომ ისულა ეს კაცი გოგო ამბობს თვითონ. რო ვიცანიო, შეგახსენთო კარებიო. ხო და მაშინ მოხდავ ეს ყველაფერი. ხმაური რო იყო გამოვედით და უკვე გარეთ იყვნენ და წყალს ასხავდნენ შვილები თავი დედამის. მეტი არაფერი აღარ გავუგია ვინ იყო რა იყო ჩვენ არ დაგვინა. საერთოდ კარებს არავის არ უხსნიან ეგენი. და რავი როგორ გაუხსნეს კარები, ვინ შევიდა, რა შევიდა არ ვიცი. აღენიშნებოდათ თავის ქალას მრავლობითი ღია ჭრილობა. ერთ-ერთი პაციენტს თმიანი საფარველის მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები, სავარაუდოდ მიყენებული ლაგვის აგნით და მეორე პაციენტსაც იგივე სიტუაცია, ოღონდ ერთი ჭრილობა იყო. ჭრილობები დამუშავდა, მიეცა დანიშნულება, ერთ-ერთი პაციენტი მოთავსდა სტაციონარში, შემდგომი დაკვირვებისთვის და დამატებითი კვლევისთვის. და რაც შეეხება დღის სხვა სიახლეებს, ამ წუთებში რუსთავის თეატრში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა კონცერტის სრულდება. მასში მონაწილეობას ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ. რუსთაველი მსმენელისათვის მუსიკალურ ნომრებს ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი ასრულებენ. დღის კულმინაცია კი კონცერტის ბოლოს ფეიერვერკი იქნება. გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და საღამოს ბოლოს ჩვენ უკვე ვესწრებით გალა კონცერტს. გალა კონცერტში მონაწილეობენ როგორც მოწვეული მომღერლები, ასევე რუსთავის კოლექტივები. საკმაოდ კარგი კონცერტია და ძალიან მახარებს, რომ რუსთავის მოსახლეობა ესწრება ამ კონცერტს და ყველა ღონისძიება დატვირთული იყო რუსთავის მოსახლეობის მონაწილეობით. რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს მთელი დღის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ესწრებოდნენ. დეპუტატთან ერთად ისინი ქალაქს დილიდან ეწვივნენ. 26 მაისის აღნიშვნა რუსთავში წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული სულების მოსახსენებელი წირვა მამა დავითმა აღავლინა და სადღესასწაულო წირვას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობაც დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ და ზვია ძიძიგურმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გადაინაცვლეს. კოსტავას ქუჩაზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. მინდა დღევანდელი დღე მოულოცო პირველ რიგში რუსთავის მოსახლეობას. აქ ჩამოვედი მაჟორიტარ დეპუტატთან და კულტურის მინისტრის მომადგილესთან ერთად იმისათვის, რომ მთელი დღე გავატარო რუსთავის მოსახლეობასთან ერთად და მივიღო მონაწილეობა ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე. მთელ საქართველოში აღინიშნება სახალხო დღესასწაული არის საქართველოს 26 ტერიტორიაზე 26 ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის დღე ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც. ქვეყნის სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც კარგად გვახსოვს, როცა არ იყო საქართველოს დამოუკიდებელი, მაგრამ ახალმა თაობამაც, ძველმა თაობამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დამოუკიდებლობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყოს მუდმივად დაცული. ყველას მინდა მივუღოთ 26 მაისი პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსთაველებს, მიხარია როდესაც რუსთავში ტარდება ღონისძიებები.
მე მინდა ყველა ადამიანი განაცნობიეროს ის, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში არ იყო დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა, დღეს ჩვენ გვაქვს ეს ბედნიერება, რომ იყო დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა. მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის დღევანდელი დღე, ყველა საქართველოს მოქალაქისათვის, ქვემო ქართლიც უნებრივია იღებს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები რუსთავში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი ძირითადი ნაწილი რუსთაველი მხატვრობისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენას, კამერული ორკესტრის კონცერტს, ფოტოგამოფენასა და წიგნების გამოფენა გაყიდვას დაეთმო. გამოფენაში მონაწილეობა რუსთაველმა მხატვრებმა, დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციამ და რუსთავის მუზეუმმა მიიღო. მათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ნამუშევრები და მუზეუმში დაცული ექსპონატები გამოფინეს. საღამოს მუსიკალურად რუსთავის კამერული ორკესტრი აფორმებდა 26 მაისის ღონისძიებებს ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები ჩვენი ბავშვების მიერ. ძალიან მოსწონთ ეს საქმე, ძალიან უხარიათ და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რუსთავში აი მსგავსი რაღაც რომ რაღაცა გააკეთონ, არ არის არაფერი და ესეც ახლა მალევე მთავრდება ეს პროექტი და გვაქვს იმედი უსურვებ საქართველოს ძლიერებას, საქართველოს ღირსებას, ზურგზე ეკრძნოთ საქართველოს ღირსება თითოეულ ჩვენთაგანს და მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ შესანიშნავი დღესასწაულია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველი მხატვრობის გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია საკმაოდ მრავალფეროვანი ექსპოზიცია. ღონისძიებები დახურულ სივრცეში იმართება. ჩვენ გეგმავდით ამას ამ ღონისძიებებს ღია სივრცეში, გაცილებით უკეთესი იქნებოდა რუსთაველების მონაწილეობა. სამი კოჭი ჩვენ უნდა გვეთამაშა მოედანზე და ამას წარუმწვარეწი და მე ვფიქრობ უფრო ეფექტური გამოვიდა და უფრო ხალისიანი გამოვიდა. მაყურებელი უამრავი მაყურებელი იყო, ასე ყველა კმაყოფილი წავიდა, ასე რომ მე ვფიქრობ რომ დღევანდელი საღამო შედგა. 26 მაისი საკმაოდ დატვირთული გამოდგა სპორტული ღონისძიებების კუთხითაც. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით არაერთი შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. ორგანიზატორებს მცირე ცვლილებების შეტანა სპორტული ღონისძიებების მხრივაც მოუწიათ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები ქართული ჭიდაობით გაიხსნა. უამინდობის გამო შეჯიბრი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ჩატარდა, რომელშიც 50-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებულ ფალავნებს ქართული ჭიდაობის ჩოხები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებებს ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთავის მაჟორიტარი ზვია ძიძიგური და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრნენ. რუსთავი ყოველთვის იყო სპორტული ქალაქი, დღევანდელ დღესაც ეთყობა ეს, რომ რუსთავი არის სპორტული ქალაქი. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ხელშეწყობა ჭირდება რუსთავს იმისათვის, რომ აქ პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა უნდა მოხსნათ და სპორტიც მერე უფრო მეტად გაძლიერდება. მიულოცავ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ვიტყოდი, რომ ძალიან დატვირთულია სპორტული პროგრამებით. რა თქმა უნდა, ამინდმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ შეაჩერა სპორტული პროგრამები. მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, აქ დარბაზში მიმდინარეობს ტაიკვანდოში შეჯიბრი, სადაც სომხეთიდანაც აქვს სტუმრები ჩამოგბრძანებული, ამეთესწრებიან ქალაქის სტუმრები. ეს ჭიდაობა ყოველთვის ყოველ წელს ტარდება დამოუკიდებლობის დღეს, უკვე სახე მიეცა ყოველწლიური. პატარა ბავშვები იღებენ მონაწილეობას, მიიღებენ გამოცდილებას, შემდეგ დიდ შეჯიბრებებზე გავლენ და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ. აქედან იწყება ყველაფერი პატარებისთვის და ჩვენთვისაც მით უმეტეს გამოცდილება რომ მივიღოთ. ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსშივე ჩატარდა რუსთავის პირველობა ტაიკვანდოში. შეჯიბრი საერთაშორისო იყო და მასში მონაწილეობა ქართულმა და აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოგვივიდა ძალიან კარგი ტურნირი. რუსთაველებმა დავიტოვეთ 5 პირველი ადგილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნით ეს ტურნირი და ნორმალური შედეგებით დავასრულეთ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ დღეს მაგიდის ჩოგბურჩი ჭადრაკსა და ნარჩი. სამივე ტურნირი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ნარჩი ძალები ზვია ძიძიგურმა და დავით ნარმანიამაც მოსინჯეს. ტაში ჩარი გჭირდება. დღევანდელი დღე არის დამოუკიდებლობის დღე ზეიმი რუსთავში. იცით, აი ესეთი გახარებული ვარ. იცით, ერთი გიждები რუსთავი მიყვარს საოცრად. რუსთავზე მაქვს ისეთი შიმნი, შექმნილი. იცით, რუსთავ ქალაქს გიმღერ, სიყვარულით გიცხერ. იცით, ხო ეს ჰიმნი? იცით რა, აი მიყვარხარ და ღმერთმა ქნას, რომ მე 102 წლის ვიქნები, ჩემთან ერთად იყავით რუსთავში, შევხვდეთ დამოუკიდებლობის დღეს. ხო თანახმა ხართ?
შემოსაყვარელო აბარა მაღალტონ ეთერის ნოტაზე და იგივე შემართებით ულოცავ რუსთავს კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობის დღეს და ვერდები მაღალტონ ეთერს რომ მომდევნო წელსაც აქ შევხვდებით იგივე დღეს უფრო პომპეზურად, უფრო მეტი ღონისძიებებით და იმედია უკეთესი ამინდი გვექნება. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და მიხარია და მე თვითონაც მივიღე მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. დღევანდელ დღეს გაირკვა მერიის გარდამავალი თასის მფლობელის ვინაობაც ქალაქის ტერიტორიულ ორგანოებს შორის გამართულ შეჯიბრში თბილისის ქუჩის გუნდმა იმარჯვა. იმედები რაც იყო გამართდა, ეხა არ გვყავდა ისეთი ძლიერი გუნდი, რომ მოგვეკო რა. ფინალშიც რო გავედით, ეგეც რავი, ბიჭების დამსახურებაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთავში ღონისძიებები სპორტის 6 სახეობაში გაიმართა. 1918 წლის 26 მაისი დღე, როდესაც საქართველოს პირველმა მთავრობამ 117 წლის შემდეგ დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა. 95 წლის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რამდენიმე წუთში საქართველოს ჰიმნით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. ერთი საუკუნის განმავლობაში ორჯერ წართმეული თავისუფლება და ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისი, დღე, როდესაც საქართველოს პირველმა მთავრობამ 117 წლის შემდეგ დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა. ზუსტად 95 წლის წინ, კვირას თბილისში ეროვნული საბჭოს სხდომას ათასობით ადამიანი ელოდა. 5 საათსა და 30 წუთზე ნოე ჟორდანიას ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი. 5 ფურცლიან აქტს, რომელიც შემდეგ საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელიც კი გახდა, ხელი ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა მოაწერეს. ამით ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 95 წლის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. ლაზერნიკის ბაზაზე გამართული შეხვედრის დროს ქართულმა და ამერიკულმა მხარემ ISAF-ის ფარგლებში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ქართული მხრიდან შეხვედრას ავღანეთში უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართულ ხალხს ეროვნული დღესასწაული სპეციალურ მიმართვაში პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ულოცავ ამ დღეს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 95 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი წინაპრების ოცნება ახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის მრავალი თაობის მონაპოვარი 26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია. დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ქართველი ხალხის თავგანწირვას, საქართველოს სახელმწიფოების აღდგენისათვის ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. პირობას გაძლევთ, რომ აღუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა ერთი იქნება, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ განსხვავებულობის გამო თავისუფალი აზრისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუხრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წესჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციამაც მიიღო მონაწილეობა. სამხედრო მფრინავები მზადებას რამდენიმე დღის განმავლობაში მარნეულის აეროდრომზე გადიოდნენ. სპეციალურ ღონისძიებებში თვითმფრინავები, ასევე შუალმფრენები იღებდნენ მონაწილეობას. მფრინავებმა შუალმფრენებიდან სპეციალური ბუკლეტები ჩამოყარეს და ასე მიულოცეს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს. მინდა უსურვო ყველას ყოველივე კარგი. მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელ შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესო და ქვეყნის გამთლიანებას.
ბატონო თავდაცვის მინისტრო, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა სამხედრო ბიზნესისაგან დაწყობილია. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს კი ახალი წევრები შეემატნენ. წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი. საზეიმო ცერემონიალი თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მომავალ სამხედროებს ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეიდან თქვენ დიდი მისია გეკისრება. დაიცვათ საქართველო. შეიარაღებული ძალების დევიზია სამშობლო, ღირსება, ერთგულება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით თქვენ სამშობლოს. დღეს საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება. საქართველოს დამოუკიდებლობის 95 წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საზეიმო ღონისძიებები ქალაქში სოციალური საცხოვრებელი ობიექტის გახსნით დაიწყო. სოციალურად დაუცველი 12 ოჯახი შვეიცარიის ფონდისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. რის შემდეგადაც კულტურისა და დასვენების სკვერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პორტრეტი საზეიმოდ გაიხსნა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ წუთებში ბოლნისში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიებებს კი გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს. მრავალი ღონისძიება, ეს არის სპორტული ღონისძიებები, ეს არის კულტურული ღონისძიებები, ეს არის დღეს შესახლდენ გახსნა ოფიციალური 10 ივნის იქნება სოციალურ საცხოვრისში 6 ლტოლვილი და 6 სოციალურად დაუცველი ადამიანი. საღამოს იქნება კიდევ კონცერტი, თეატრალური წარმოდგენები და ბოლოს საქართველოს გიმნი და ფეიერვერკი დავასრულებთ ამ დღესასწაულს. მოვხდით ამ პროექტში და გაყოფილეს მაგრამ როგორც ასეთი იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ დევნილები ვართ და დროებით შემოგვიყვანეს იმიტომ რომ თუ რაღაცა ჩვენ გაფორმების გარეშე არ დაგწევები იმიტომ რომ საფორმდება მუნიციპალიტეტის ბალანსი არის და რა ვიცი თხიშვილი მყავს ორი საძინებლით მოგცეს ფინა პირობებიც არ აუშავს კაი პირობებია ყველანაირად და ცოტა ხანი მაინც ამოისუნთქა. დღეს ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, მეგობრები გამოვედით რომ დავესწრათ მიმდინარე ღონისძიებებს. დღის ბოლოს იგეგმება კონცერტი, სადაც იქნება ფეიერვერკი. განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა. უფრო დეტალურად თუ როგორ იზეიმეს დამოუკიდებლობის დღე რაიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. უამინდობის მიუხედავად გარდაბანში დღესასწაული გეგმის მიხედვით აღინიშნა. ყველასთვის განსაკუთრებული თარიღი ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით გარდაბანშიც წირვა-ლოცვით და ზარების რეკვით დაიწყო. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიული და სხვადასხვა თეატრალიზებული ნომრები დღევანდელი დღის აღსანიშნავად კულტურის ცენტრში 12 საათზე დაიწყო. საზეიმო კონცერტში ადგილობრივი მუსიკალური და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. და ჩაის ფესტივალი, ნარდის ფესტივალი, მეგობრობის ახლა აზერბაიჯანის ქართული სკოლების შემაჯამებელი კონცერტი. აქედან აქ კულტურის ცენტრში ჩამოვიდნენ გამარჯვების, ნორიოს, ახალსოფლის, მარტყოფის, ანუ ყველა ის ანსამბლები. კონცერტის პარალელურად აღმაშენებლის ქუჩაზე ყვავილების ფესტივალი და გამოფენა მოეწყო. კულტურის ცენტრში კი ის მხატვრული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებზეც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის პატარებმა იმუშავეს. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა გააკეთა გამოფენა რეწვის გამოფენა ბავშვების ბიბლიოთეკით არის წარმოდგენილი ყველა წიგნები, რომელიც არის სამეცნიერო და ნამდვილად ღირსეული წიგნები. გარდაბნის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო გაერთიანება, ცენტრალური ბიბლიოთეკა მოაწყო გამოფენა. გვაქვს ძველი და ახალი ქართული მწერლების, თანამედროვე ლიტერატურა, გვაქვს ენციკლოპედიები, სამეცნიერო, საბავშვო ლიტერატურა გამოფენილი. საზეიმო ღონისძიებებს რიგით მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები და საქართველოს დამსახურებული სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. მინდა მოულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი სრულად საქართველოს ყველა საქართველოს მოსახლე მოქალაქე ადამიანს
ყველა ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა საქართველოს. გილოცავთ ყველას 26 მაისს. ეს თარიღი ყველა ქართველისთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ძვირფასია. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გარდაბაში საქართველოს ჰიმნით და ფეიერვერკით დასრულდა. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.